ჩვენთვის ძალიან სასიხარულო გარემოება დაბადების დღეზე, თქვენ დაბადების დღეზე, თქვენთან სტუმრობად, პატივით ამოდროულად. ჩვენთვისაც სასიხარულოა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ, არა მარტო ფეხბურთის მოყვარულებისთვის, რომელიც თემიკოს უთმობთ ხოლმე ყოველთვის, როდესაც ფეხბურთზეა საუბარი, მართლაც მთელი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის ჩვენი სიამაყეა, ჩვენი გუნდი, ჩვენი ფეხბურთელები. როგორებიც უნდა ჩაერთოთ ამ საქმეში, იმიტომ რომ ქართულ ფეხბურთს აი საზოგადოების ჩართულობაზეც აუცილებლად ვისაუბროთ. რას გულისხმობს ეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი სტრატეგია, რომელსაც ქვია ეს 2020-2026-2030-ის ფარგლებში და რა მიზნებია ეს თვითონ ეს ამ სტრატეგიას რა მიზნებია? შევეცდები მოკლედ მოგახსენოთ და თქვენ როგორც იცით, სტრატეგიული გეგმა, რომელიც 2022-26 წლის ციკლზე იყო გათვლილი, საბედნიეროდ შედეგში წაისახა და ჩვენ ამ სტრატეგიაზე მუშაობა 2019 წლიდან დავიწყეთ, შემდეგ კოვიდის გამო გამოწვეულმა გარემოებამ უბრალოდ გადადო სტარტი ამ სტრატეგიის და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ 2 წლის განმავლობაში მუშაობდით, ჩვენ ანალიზი გავაკეთეთ, თუ რა შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში ქართულ ფეხბურთში გავაკეთებინა და ამიტომ მაშინ როდესაც დავიწყეთ ამ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა, ხელი შემშლელი პირობიდან გამომდინარე, ოდნავ გვიან დაიწყო, ვიდრე ამას ჩვენ თვითონ ვისურვებდით, თუმცა საბედნიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც კარგია, როდესაც შედეგში აისახება ხოლმე და 2022-დან 26-25 წლის ჩათვლით 5 წელიწადის ზედიზედ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ვითამაშეთ სხვადასხვა ნაკრებებმა, ერთხელ 2024-ში ყოველთვის კარგად გასახსენებელი ევრო ვითამაშეთ ეროვნულ ნაკრებმა, აგრეთვე 21 წლის ნაკრებს ჰქონდა 23-ში და 25-ში ფინალურ ეტაპი ევროპის ჩემპიონატზე, ფუტზალის ნაკრებმაც 22-ში და 25 წელს კვლავ 22-ში და 26-ში ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი და 5 წელიწად ზედიზედ კარგერ შედეგში აისახა. ამიტომ ჩვენ პირველი ვიზიტი არ იყო ამ UEFA-ს Grow Team-ის, ჩვენ შარშან დავიწყეთ უკვე ახალ სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობა, ერთ-ერთი შეხვედრა გაიმართა წელს. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიმართულება გვაქვს, თუმცა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება 2026-30 წლის სტრატეგიაში მიჩნეული გვაქვს, რომ უნდა იყოს ქართული საკლუბო ფეხბურთის განვითარება. სამწუხარო რეალობა ეს არის, რომ შედეგი ისეთი ვერ გვაქვს, როგორც ქართულ გულშემატკივრას და ფეხბურთის მოყვარულს სურს და ამიტომ ამ შეხვედრაზეც ერთ-ერთი დღე დაეთმო ქართულ კლუბებთან შეხვედრას 20-ვე, ანუ კრისტალბეტ ეროვნული ლიგა და კრისტალბეტ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები იყვნენ წარმოდგენილი. შეხვედრის ფორმატი დიდწილად იყო UEFA-ს Grow Team-თან, Grow-ს გუნდთან იმ მოთხოვნების და გამოწვევების გაზიარება, რომელიც კლუბების წინაშე დგას, შემაჯამებელი, რა თქმა უნდა, UEFA-ს გუნდის და ფეხბურთის ფედერაციის მენეჯმენტის შემდეგ იქნება გათვალისწინებული მომდევნო წლების სტრატეგიულ გეგმაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება ჩვენთვის ამ საქართველოს საკლუბო ფეხბურთის განვითარებას. ერთ-ერთი კომპონენტი ის იყო, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს დგას, ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დღეს დგას, ესეც არ უნდა დავიწყო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მომდევნო წლებშიც წარმატებული ვიყოთ. ეს არის საინტერესო, თქვენ ისაუბრეთ წინა სტრატეგიულ გეგმაზე, ნუ თავარი ნამდვილად მიღწეულია, მით უმეტეს ნაკრების დიდ ტურნირზე გასვლა, რაც ყველას გვახსოვს გულშემატკივრებს, თუმცა აი გამოწვევებზე მინდა სწორედ გკითხოთ, ახლა კლუბების ხელმძღვანელებთან შეხვედრაც ახსენეთ და რა გამოწვევებია ის ძირითადი, რის წინაშეც აი ვთქვათ, ეხლა დგას ქართული ფეხბურთი, იმიტომ რომ როდესაც განვითარებაზე ვსაუბრობთ, ახლა თქვენ ახსენეთ კლუბები, მაგრამ ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია ხო ფეხბურთის განვითარება, მათ შორის აი ქალებს ახსენ ქალთა ფეხბურთიც და ზოგადად საზოგადოების ჩართულობაც, აი რა მიმართულებაა ახლა ყველაზე თავარი. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველას დაგვავიწყდა ის, რომ 10 წლის წინ თუ რა სად ვიყავით რეიტინგში, სად ვართ ახლა, რა მიზნების ახლა ჩვენ პირველ წელს მახსოვს, როდესაც ერთა ლიგის გათამაშება დაიწყო, ფეხბურთის გულშემატკივრებმა ყოლმა კარგად ზის D დივიზიონში, ანუ ყველაზე დაბალ რანგით, ყველაზე დაბალ ლიგაში ვთამაშობდით და ახლა უკვე B ლიგაში ვართ. წელს ვისარგებლებ შემთხვევით, გეტყვი სექტემბერში დავიწყებთ შესარჩევ ციკლს, ჩრდილოეთიდან და უკრაინა-უნგრეთია ჩვენი მოწინააღმდეგეები და ეროვნული ნაკრები, რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სექტემბერს უკეთესად შევხვდეთ. სამწუხარო რეალობა გვაქვს, რომ პირველ თამაშს ჩრდილოეთ ირლანდიასთან უმაყურებლად ჩავატარებთ, რადგან ჩვენთვის გულშემატკივარი ძალიან დიდი მონაპოვარია, ძალიან დიდი ძალაა მე-12 მოთამაშე და სამწუხაროდ პირველ თამაშს ჩრდილოეთ ირლანდიასთან არ გვეყოლებათ, თუმცა უკრაინასთან მეორე საშინაო მატჩი უკვე ჩვენი გულშემატკივარის იმედად შევეცდებით, რომ პირველი თამაში გულშემატკივრის გარეშეც დადებითად აისახოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იყო, რაც ქონა პირველ სტრატეგიაში და
მენეჯმენტში მოსვლის 2015 წლიდან ლევან კობიაშვილის გუნდის მენეჯმენტში მოსვლის შემდეგ ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი უნდა გაგვეზარდა, რომელიც 400%-ით გაიზარდა, აგრეთვე ქალთა ფეხბურთი, მასობრივი ფეხბურთი, სოციალური პროექტები, სოციალური პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა და როლი ჰქონდა მედიასთან ერთად ამის გაკეთებას. ჩვენ ერთ წელს ყრილობაზე ჰქონდა პრეზენტაცია 11 ჩართული მიმართულება ჰქონდა, სადაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ქართულ მედიას ჰქონდა, სპორტულ მედიას და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს. ამიტომ ერთი არის ძალიან საბედნიერო ჩვენ შევძლებთ ფეხბურთში ჩართული ადამიანების რიცხვი გაიზარდა და რეგისტრირებული ფეხბურთელების რიცხვიც გაიზარდა, შესაბამისად უფრო მეტი შეჯიბრი გვაქვს, უფრო მეტი თამაში გვაქვს, როგორც ასაკობრივ ლიგებში, აგრეთვე ელიტარულ ახალსაკობრივი ლიგები ქვია, ელიტარულ ასაკობრივ გუნდებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ინფრასტრუქტურა გაგვეზარდა, იმიტომ რომ როდესაც მეტი ადამიანია, მეტი ფეხბურთია, მეტი ინფრასტრუქტურა ჭირდება. მადლობა უნდა გადავუხადოთ, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობას, რომელთან ერთადაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურის პროექტი განახორციელა, შემძლე ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლეთ 2023 წელს. დღეს ქვეყანაში UEFA-ს უმაღლესი კატეგორიის 4 სტადიონი გვაქვს. მიხეილ მესხი, დინამო არენა, ქუთაისში რამაშენგელი არენა და ბათუმში აჭარაბეტ არენა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 4 ისეთი სტადიონი გვაქვს უკვე, თუმცა დაანონსებულია კიდევ უფრო ბევრი სტადიონების შენობება. თელავი დაანონსებულია. თელავი, გორი, წყალტუბო, სამტრედია, რუსთავი, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სტადიონები საუბარი, თუმცა რეგიონული საფეხბურთო ცენტრებიც აშენდება კიდევ და ჩვენ იცით რომ ზუსტად ფეხბურთის ფედერაციას 14 ინფრასტრუქტურის პროექტი აქვს განხორციელებული სტადიონისა და საფეხბურთო ცენტრების მხრივ ქვეყნის მასშტაბი და რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია აქ ყოველთვის იყოს სახელმწიფოს ჩართულობა, რადგან მათ გარეშე იმ რესურსით, რომელიც ფინანსურ რესურსზე მაქვს საუბარი, წარმოუდგენელი იყო ამის მიღწევა, რომ არა სახელმწიფო მხარდაჭერა. ამიტომ ყველა ერთად სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივარი მედია უნდა გავერთიანოთ იმისათვის, რომ ის გამოწვევები, რომელიც დღეს დგას და ის მიზნები და მოლოდინი, რომელიც ქართულ გულშემატკივარს აქვს, საბოლოო ჯამში კიდევ უფრო წარმატებული რო იყო და მომდენო დიდ ევროპულ ან სოფლიო ჩემპიონატზე ან ევროპის ჩემპიონატზე დიდ საერთაშორისო ფორუმებზე რო ითამაშოთ სხვადასხვა ნაკრებებით, მნიშვნელოვანია რომ ყველა ერთად გავერთიანდეთ და ის მიზნები, რაც დღეს გვაქვს, იმის მათი განხორციელება რო შევძლოთ, ძალიან დიდი ძალისხმევა მოგვიწევს ყველას ერთად. ანუ ეხლა ისე დაუბრუნდით მე სულ მაინტერესებს ხოლმე ეს ინფრასტრუქტურული პროექტები და ამ გეგმაში, სტრატეგიულ გეგმაში გაწერილი არის ალბათ ეს ინფრასტრუქტურა. ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, იმიტომ რომ როდესაც მაგრამ ეს კოორდინაციაში ხდება და მოხდეს აუცილებლად მე ჩემი აზრით თავრობის იმ სტრუქტურებთან, რომლებიც თქვა მუნიციპალიტეტები, ადგილობრივი ხელმძღვანელობა, თქვა წეღანაზეც ვისაუბრეთ, იმ ქალაქების და იმ რაიონების გამგებლები, თქვა მერები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ადგილობრივებიც თვითონ ცენტრალური, თქვა ხელისუფლებაც იღებს ამაში მონაწილეობას, ნუ მინისტრთა კაბინეტი. ხელისუფლება არის მინისტრთა კაბინეტის სპორტის სამინისტრომ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ძალიან ყველანი კოორდინირებული მუშაობა. მუნიციპალური განვითარების ფონდი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის პროექტები, რომელიც განხორციელდა 2023 წლის ახალგაზრდა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის. დღეს ეს მემკვიდრეობა ქართულ ფეხბურთს დარჩა, ყველა გუნდი სარგებლობს ამათ და ამით და ის პროექტები, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ ინდივიდუალურად ცალკე და სახელმწიფოს ჩართულობით განახორციელა, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ის მიზნები, რაც გვაქვს ფეხბურთში ჩართული ადამიანების და დარეგისტრირებული ფეხბურთელების რიცხვი გაიზარდოს, მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ შესაბამის ინფრასტრუქტურაზე ითამაშონ, იმიტომ რომ ერთი არის, როდესაც რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ მეორე შესაძლებლობა ამ ფეხბურთელებმა სად უნდა ითამაშონ ფეხბურთი. ამიტომ ერთობლივი შეთანხმების გარეშე და ერთობლივი ძალისხმების გარეშე ამის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. ახალგაზრდულ ფეხბურთზე და აი თქვა სკოლებთან მიმართებაში, აი მან რა კომუნიკაცია გაქვს და როგორი გეგმაში პროექტი უკვე დაწყებულია 2 წელიწადია უკვე ფეხბურთის სკოლებში, საჯარო სკოლებში შესული და ვცდილობთ ახლა მომდევნო წლიდან შესაბამის სამინისტროს განათლების სამინისტროს შევთანხმდა მომდევნო წლიდან უფრო მეტი ფეხბურთი იყო სკოლებში, საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი. კატეგორიზაციით გვაქვს და მონიტორინგით გვაქვს საფეხბურთო სკოლები, 100-ზე მეტი საფეხბურთო სკოლაა, გარდა იმ გუნდებისა, რომლებიც სხვადასხვა ლიგებში თამაშობენ. იცით თქვენ რომ ჩვენი პირამიდით 5 ლიგა არსებობს, გარდა ამისა 19 წამდე, 17 წამდე და 15 წამდე ლიგა, რომელიც უშუალოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით იმართება და დანარჩენი ასაკობრივი ლიგები იმართება უკვე რეგიონული ფედერაციების დახმარებით. ამიტომ პლუს ამას გოგონათა ლიგა, რომელიც ქალთა ლიგას ვეძახით, ქალთა ეროვნული ლიგა დღეს არის 10 გუნდიანი და ქალთა ეროვნული ლიგა 2-იც გვაქვს, რომელიც არის 14 გუნდიანი. ეს გუნდების ზრდა და ეს ინტერესი გოგონების მხრიდან მისასალმებელია. ჩვენ კიდევ მრავალ პროექტს განახორციელებთ და შევეცდებით, რომ კიდევ უფრო მეტი გოგო ჩავთოთ ფეხბურთში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი
საწყისი ასაკებიდანაც კი 6 წლის ბავშვებისთვის ქონა UEFA-სთან ერთად Disney-ს და UEFA-სთან ერთად ქონა Playmakers-ის პროექტი. აგრეთვე გვაქვს პროექტი We Play Strong, რომელიც უფრო მოზრდილ გოგოებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ფეხბურთში ეს გზა გაიაროს და ფეხბურთელად შედგეს. ეს ამ We Play Strong-ის პარაგრაფში ჩვენ საქართველოს მასშტაბით 6 ქალაქში გვაქვს, ანუ ჩვენ ვაფინანსებთ ფეხბურთის ფედერაცია, ყავს მწვრთნელები, ლიცენზირებული მწვრთნელები, რომლებიც შესაძლებლობას აძლევენ გოგონებს უფასოდ იარონ ფეხბურთზე და მიიღონ საფეხბურთო განათლებაც და შემდეგ როგორც შემდგარი ფეხბურთელები წარდგნენ ეროვნულ ლიგებში. ძალიან კარგი. ფეხბურთი ყოველთვის იყო სპორტის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სახეობა, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ამდენი წარმატების შემდეგ კიდევ უფრო მეტია დაინტერესება ახალგაზრდების მხრიდან. ეს ალბათ იგრძნობა, ხო, როდესაც საფეხბურთო სკოლებზე საუბრობთ. ბიჭებში ისევე გოგოებში. ისევე გოგოებში. ან მაგალითად გეტყვით, სამოყვარულო ლიგა, რომელიც 2016 წელს პირველად ჩავატარეთ ჩვენ, გეტყვით, რომ სულ 9 გუნდი იყო. 9 გუნდიანი ჩატარდა და დღეს მოცემული უკვე ქვეყნის მასშტაბით, მაშინ თბილისის ლიგა იყო და ქვეყნის მასშტაბით 400-მდე გუნდი მონაწილეობს. ეს სამოყვარულო ლიგაზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ადამიანებმა უფრო მეტი გაიგეს ფეხბურთის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის ყველას ფეხბურთი ძალიან გვიყვარს, უშუალოდ ფეხბურთს მოედანზე ნაკლები თამაშობდა, ძალიან რთული იყო პირველ წელს, როდესაც საპილოტო პროექტი ქონდა სამოყვარულო ლიგა. დღეს 400-მდე გუნდი თამაშობს სამოყვარულო ლიგაზე და გარდა ამისა კიდე ორი პარალელურად სამოყვარულო ორი ჩემპიონატი მიმდინარეობს მასტერ ლიგა და კიდე ანუ ბიზნეს ლიგა, რომელიც დარბაზშია. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სამოყვარულო დონეზე ეს ადამიანები ჩავით, თვითონ გაათვითცნობიერონ, თვითონ შეიგრძნონ თუ რა არის მოედანზე ყოფნა. თან მithumetes 11-ზე ლიგაზე მაქვს საუბარი, სადაც 400-მდე გუნდია ქვეყნის მასშტაბით. მე ჩემი გამოცდილები და ჩემი ფანატიური სიყვარული ფეხბურთისადმი ხანდახან ვაჭარბებ ხოლმე კიდევაც, მაგრამ მე სულ ამტკიცებდი და ვიძახი, რომ არანაკლები ტრადიციები გააჩნია ჩვენ ქვეყანას, იმიტომ რომ ფეხბურთის ფასი მე მგონი არც ერთ სპორტს არ აქვს, ბოდის მოვიხდი, ყველა სპორტს ყველა მიყვარს და ყველას გულშემატკივრობ, მაგრამ ფეხბურთი ისეთი სახალხო სპორტია და ისეთი ტრადიციების მატარებელია ჩვენ ქვეყანაში, რომ ბრაზილიას რო ამბობენ, რომ ქუჩაში ბრაზილიელი ბავშვები ბურთს რო გაიტანენ და თამაშო, ესე იყო ყოველთვის ჩვენთანაც და ეს არის მისასალმებელი, რომ აი ბრუნდება რაღაც ეს ქართულ ფეხბურთის წარმატებას მოყვება ხოლმე ყოველთვის ახალი ტალღა, ახალი ბავშვების მოსვლა. ეს არის ბუნებრივი პროცესი და ამას ყოველთვის სჭირდება ხელის შეწყობა და ყველა სიტუაციაში წინ წამოწევა, მithumetes ახალგაზრდების ჩართვა ამ მაშინ და ის ადამიანები, რომლებიც ფეხბურთს უყურებთ ტელევიზორში, ამ შედეგებს ხედავთ და ძალიან მაგარი შეგრძნება, როცა ხვდები, რომ ფეხბურთი ისევე როგორც რაგბი ჩვენი თამაშია. ამიტომაც არის, რომ ჩვენ მეტ პასუხისმგებლობას გვქონდა ყველა ეტაპზე, იმ გამოწვევ თქვენ ნაირ სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ეხსოვნება, მაგრამ ანუ ის რომ 90 ადგილით უკეთესად ვართ რეიტინგში, ის რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალ ეტაპზე ერთხელ ფინალი ვითამაშე და ვერ მოხვდით ჩრდილოეთ მაკედონიასთან სამწუხაროდ. შემდეგ მაინც მონახა საქართველოს ნაკრებმა ძალა და პლეი-ოფში გავიდა და საბერძნეთს და ლუქსემბურგს მოუგოდა ევროპის ჩემპიონატის სიხარულით მენეჯი გულშემატკივარს. ეს რა თქმა უნდა დამატებით პასუხისმგებლობას გვიჩენს დღევანდელ რეალობაში და შევეცდებით რომ მომდევნო წელშიც ასეთივე წარმატებულნი ვიყოთ. და ბოლოს ორი სიტყვით კიდევ ვკითხო მოახლოებული ამხანაგური თამაშებთან დაკავშირებით პატარა საინფორმაციო. ჩვენ ოით როგორც იცით სექტემბერში როგორც ვახსენეთ უკვე სექტემბერში დაიწყება ოფიციალური შეხვედრები, ორი სანაკრებო ფანჯარა, რომელიც ეხლა 26-ში და 29-ში ორი ამხანაგური თამაში გვაქვს. არ ვერ გავაცდე ფიზიკურად მოვლენებს, იმიტომ რომ კოლეგა ფედერაციას უკვე ერთ-ერთი მოწინააღმდეგე ივნისის ფანჯერაშიც შეთანხმებული ყავს, გუშინ წინ პარასკევს მოვაწერეთ ხელი და ვისაუბრეთ და მოვილაპარაკეთ როგორც წესია ხოლმე, რომ ამხანაგური თამაშის შესახებ ინფორმაციას ორი კოლეგა ფედერაცია ერთდროულად ასაჯორებს ხოლმე და ხვალ დღის 2 საათზე კიდევ ერთი მოწინააღმდეგე, რომელთასაც უმასპინძლებთ 2 ივნის თბილისში, უკვე შეთანხმებული გვაქვს, საკმაოდ ისეთი მოწინააღმდეგე შერჩეულია იმის მიხედვით თუ დაახლოებით რა კალიბრის გუნდებთან მოგვიწევს შესაჩევზე ერთა ლიგის გათამაშებაში დაპირისპირება და ამიტომ ხვალ დავაანონსებთ კიდევ ერთ შეხვედრას და 2 ივნის კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გვექნება თბილისში და მეორე მოწინააღმდეგესთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ ივნისის ფანჯარა სრულად შეივსოს და ევროპის ჩემპიონატის ერთა ლიგის B დივიზიონის გათამაშების სექტემბრის მატჩებისთვის მაქსიმალურად იდეალურ გარემოში მოემზადოს ეროვნული ნაკრები. წარმოუდგენლად ნაკრებს ამხანაგურ თამაშებშიც, მაგრამ რა თქმა უნდა, თავარი მიზანი იქნება სექტემბრისთვის მომზადება. წარმატებას გისურვებთ თქვენ, ყველა ჩვენს სპორტსმენს, ფეხბურთელებს და
რა თქმა უნდა, ძალიან დიდ საქმეს ემსახურებით და ჩვენ ველოდებით ახალ და ახალ გამარჯვებებს. უღრმესი მადლობა სტუმრობის